რთულია ხალხურ სიმღერაზე, როცა ძალით გივლია. ჩემთანაც მოსულა და როცა ვატყობ თვალებში, რომ არ მოწონს, უნდა გაუშვე. აი მაგეთ მინდოდა დავსულიყავი ზუსტად. აუცილებლად უნდა გაუშვე. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიტოვო, იმიტომ რომ შენ გუნდი შეავსო. იმიტომ რომ ეს გააფუჭებს საერთო ფონს და დღეს შეავსებ და ხვალ საერთოდ დაცარიელდები. სწავლეთაც ვერ ისწავლეს, ხო ძალით. იცი რა, აი ესეთი ფრაზები ჟღერს ხოლმე, რომ ხალხური სიმღერით უნდა მოწამლო. კი არ უნდა დააძალო, კი არ უნდა ამეცადინო და კი არ უნდა აი უბრალოდ უნდა მოწამლო, უნდა გაუჩინო ამის სურვილი. ანუ შენ თუ მისი განსაკუთრებული მეგობარი გახდე, ეხლა ბავშვთა გუნდში ვაპირებთ ეგეთი რამის გაკეთებას. მოკლედ ეს ბავშვები მათემატიკიდან გამოიქცევიან, ინგლისურზე შევარდებიან, უცებ ჩინურსაც ზოგი გაულის, მერე სკოლის დავალებები აქვთ და საღამოს მოყავთ ჩვენთან რეპეტიციაზე და 7 საათზე, ან პირობითად 7 საათზე რომ მოვლენ დასხდებიან სკამზე. ერთმანეთის გადახედვას ვერ ასწრებენ და ჩვენ უნდა დავიწყოთ რეპეტიცია, მორჩება ეს რეპეტიცია და სწრაფად სახში ერთმანეთს აღარ იცნობ. ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვს და გარემო არ უყვართ. ამიტომ წინა წელი მქონდა მცდელობის და მომავალ წლიდან, სექტემბრიდან ვაპირებთ, რომ კვირაში ერთხელ ყველა ჯგუფისთვის მოვაწყოთ გასართობი თამაში. რა მაგარია? ამას ჩვენ თვითონ ჩვენი სახსრებით უზრუნველყოფთ. ამის ინტერესი გვაქვს, იმიტომ რომ ამ ბავშვებს ერთმანეთი უნდა შევუყვარდეთ. მე ხალხურ სიმღერას არ დავიწყებდი, ჩემი მეგობრების დაკარგვა რო არ მდომედო. ისინი რო არ დამეკარგა, იმიტომ ვიმღერე მათთან ერთად. თორემ მე ახლაც არ ვარ დარწმუნებული და აი ვინ იტყვის იმას, რომ დარწმუნებულია და სრულად ხედავს ხასანბეგუროს და ჩაკურლოს ფენომენს. ამის თქმელი კაცია, ან უტვინოა, ან არ ვიცი. ამას მეც ვერ ვხედავ. ხვალ შეიძლება ახალი ვარიანტი იმღეროს ვიღაცამ, ანუ მე სრულად ვერ ვხედავ ის კონტექსტს. აღიარებ მის დიდებას, მაგრამ ვერ ვხედავ. ამიტომ ვერც მე ვხედავდი ამ სიმღერებს და ახლაც ვერ ვხედავ სისრულეს. მე ვხედავ იმ სიამოვნებას, სიკეთეს და ბედნიერებას, რაც ჩემ მეგობრებთან ერთად თანაგანცდის დროს მემართება. ამიტომ ეს სამყარო თუ არ დაახვედრე ჯერ ბავშვს, მასთან ხმალი, სად დაფერა, რეფერეკლენ და სად წაიღო და რა იბრძოლა, იმ წიგნს ხელში ვერ აწევს იმ ძიმით ისტორიის წიგნს, რაც არ უნდა მისცე არასდროს თუ იმღეროს და დაიტიროს. აბსურდია.